გადაცემის სტუმარია ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი. ბატონ ლევან, მოგესალმებით და მადლობა ჩართვისთვის. დილა მშვიდობისა, მოგესალმებით. პირველ რიგში გითხარით თქვენი აზრი ამ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, რას უკავშირებთ? მე გაერთიანების, ოპოზიციური გაერთიანების ალიანსის განცხადებაც წავიკითხე. თქვენ იზიარებთ თუ არა მათ ასეთ შეფასებებს, ანუ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღევანდელი საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურება არისო, ნათქვამია ოპოზიციის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თქვენ რას უკავშირებთ ამ ცვლილებებს, ბატონ ლევან? უპირველეს ყოვლისა, ალბათ ეს კარუსელი არის ნიშანი იმისა, რომ ქართულ ოცნებას აქვს საკადრო დეფიციტი. ანუ მას არ ყავს საკმარისი რაოდენობით მებრძოლი და კვალიფიციური კადრები, რომლებიც სხვადასხვა ფრონტზე იმოქმედებენ და ქართული ოცნების ინტერესებს დაიცავენ, ხო? ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი არის ის, რომ ქართულ ოცნებას ინსტიტუტების შეგრძნება არ აქვს. და ეს კიდევ ერთხელ გამოხატა ამ საკადრო კარუსელით. აი ჩვენ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს ვირჩევთ 6 წლით. და რატო ვირჩევთ 6 წლით და არ ვირჩევთ თქვა 4 ან 5 წლით. 4 წლით ვირჩევთ პარლამენტს, 5 წლით ვირჩევთ პრეზიდენტს და 6 წელს ვაძლევთ უშიშროების ხელმძღვანელს, იმიტომ რომ იგი დამოუკიდებელი იყოს პოლიტიკური ცვლილებებისგან და 6 წლის განმავლობაში სტაბილურად თავისი ხედვის შესაბამისად მართოს ეს უწყება. ეხლა კი ჩვენ ქართული ოცნების პირობებში საქმე გვაქვს შემთხვევას და როდესაც უკვე მეორეჯერ შეცვალეს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი. ხო, ეს არასერიოზულია და ეს ნიშნავს, რომ ამ უწყებას საკუთარი ბიზნესისთვის იყენებ, საკუთარი შეხედულებებისთვის იყენებ. და კიდევ რისი ნიშანია ეს სამთავრობო კარუსელი, ალბათ იმისა, რომ ირაკლი კობახიძე, ესე იგი, დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და პრემიერ-მინისტრის ასე თქვა სურვილების საწინააღმდეგოდ ცვლიან და ანაცვლებენ სხვადასხვა კადრებს. ხო, ეხლა ჩვენ ვიცით, რომ ის ოხანაშვილი მისი კადრი იყო და გაუშვეს, ეხლა თვად ბოლომდე ვერც მდინარაძეს მიანდეს, გააკეთებინეს ჯერ ბინძური საქმე და ვეღარ მიანდეს ეს საქმე და ეს სანქცირებული სულხან თამაზაშვილი, რომელიც უფრო მეტად პირდაპირ ვიძინა ივანიშვილთან აქვს კავშირი, ამოიყვანეს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. ასე რომ ეს პრემიერ-მინისტრი ვერაფერს ვერ წყვეტს და შეიძლება ხვალ დაუშალონ და კიდევ უფრო გადაუსხვაფერონ ის შემადგენლობა, რომელიც მას მისცა კაბინეტში აქვს. კი ბატონო, ბატონ ლევან, მაინტერესებს თქვენი შეფასებები, ანუ ნახეთ უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მინდა კითხოთ და ბუნებრივია კითხვა ეხება, ანუ პარალელურად რომ შევაფასოთ საქართველოში არსებული რეალობა, ამ არჩევნებმა რა გზავნილი, ანუ ამ არჩევნებიდან რა დასკვნები უნდა გამოიტანოს იგივე ოპოზიციურმა პარტიებმა და ასევე ხელისუფლებამ, რა აჩვენა კონკრეტულად ამ არჩევნებმა მსოფლიოს და საქართველოსაც, ხო? იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ დასრულდა ეს არჩევნები, ყველამ ვიცით რა შედეგით დასრულდა, ხო? ეს არჩევნების შესაბამისად დასკვნების გაკეთება ძალიან საინტერესო არის და თქვენთვის რისი მთქმელი იყო ეს არჩევნები? სანამ კითხვაზე გიპასუხებდეთ, კიდევ ერთი რეპლიკა მაქვს ამ სამთავრობო ცვლილებებზე, თუ შეიძლება. რამდენიმე თვის წინ საქართველოს მთავრობამ გააუქმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც რეალურად იყო მაკოორდინირებელი ორგანო სამართალდამცავი სტრუქტურების და ძალოვანი სტრუქტურების და კრიზისების მართვა ევალებოდა მას აი ამ ქვეყანაში. და ამ საბჭოს გაუქმების არგუმენტი იყო ის, რომ ისედაც ყავს მთავრობა უაგერო პრემიერ-მინისტრიო და ის პრემიერ-მინისტრი არის მაკოორდინირებელი ამ უწყებების და რაღაც საჭიროა დამატებითი სტრუქტურის არსებობა მთავრობაში, თავისი სიტუაციური ოთახით და სხვა რესურსებით. ამას გვეუბნებოდა ქართული ოცნება. და დღეს ქმნიან რაღაც მსგავსი ფუნქციების და შინაარსის მქონე სახელმწიფო აპარატს ერთი კაცისთვის, ბატონი მამუკა მდინარაძისთვის და ესეც ძალიან უცნაური, არაინსტიტუციური, არადემოკრატიული ქმედება
და რაღაც საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან ესეთი ნაბიჯებით და რაღაც აი ამ ძალოვანების წინამძღოლად მამუკა დინარაძის დანიშვნაც ალბათ განწირული არის მარცხისთვის, იმიტომ რომ საქართველოს ყავდა ერთადერთი წარმატებული უშიშროების საბჭოს მდივანი ბატონ ნუგზარ საჯაიას სახით. იმის მერე ეს საკოორდინაციო ფუნქცია ვერავინ ბოლომდე ვერ შეითავსა და ყოველთვის უთანასწორობა იყო ამ მიმართულებით. ახლა როგორ შეიძლება თქვა ლანო მერაბიშვილის კოორდინატორი ყოფილიყო კახა ლომაია, ხო თავიდანვე უთანასწორობა იყო აქ შემჩნეული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერც უხან თაბაზაშვილის და ვერც იმ გელაცის დირექტორი ბატონი დინარაძე ვერ იქნება, მათ სხვა დირექტორი ყავთ და იმათ მოთხოვენ პასუხს. ისინი მოთხოვენ მათ პასუხს. ეს გვერდით გადავდოთ, რაც შეეხება უნგრეთისა. ერთი დაკონკრეტა ბატონო ლევან, რომ დავაკონკრეტოთ, თქვენ საუბარში აღნიშნეთ, რომ ანტიდემოკრატიული არის ახალი სტრუქტურის შექმნა. ეს ნაწილი რომ გავშალოთ უფრო მეტად, რატო თვლით, რომ ანტიდემოკრატიულია? იმიტომ რომ არსებობდა ესეთი სტრუქტურა, აუქმებ ჯერ ამ სტრუქტურას და მე ერთი ადამიანისთვის, ერთი კონკრეტული ადამიანისთვის და მისი, ასე ვთქვათ, პირის მობანვისთვის ქმნი რაღაც გაუგებარ სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომლის შიდა არსი დღემდე არავინ არ იცის, რომელი სამინისტროების კოორდინაცია დაევალება, რომლის არა, პროკურატურისაც დაევალება თუ არა, თქვა თუ უშიშროების სამსახურის კოორდინაციაც ევალება, უშიშროების სამსახურის წესით და რიგით საპარლამენტო კონტროლს უფრო უნდა ექვემდებარებოდეს, ვიდრე ვიღაცა მინისტრის კონტროლს და თავდაყირა დგება სისტემა თავიდან ბოლომდე ერთი კაცის გამო, მამუკა დინარაძის გამო, რომელიც როგორც ჩანს ჩამოაქვეითეს და ეხლა ჭირდებათ როგორც რაღაც სპიკერი და მოლაპარაკე თავი, რომელიც დააკლდა აი ამ კადრების დეფიციტის პირობებში საქართველოს ხელისუფლებას. კი ბატონო. რაც შეეხება უნგრეთის არჩევნებს, ეს ძალიან ვრცელი თემა, მაგრამ მე თავარი რაზეც გავამახვილებდი ყურადღებას არის ის, რომ უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია იმან, რომ ოპოზიციურმა ლიდერმა დაიწყო ზუსტად იმ თემებზე საუბარი, იმ საკითხებზე საუბარი, რომელზეც უნგრეთის ხელისუფლება საუბრობს. ანუ მან არ დაუთმო ცალკეული თემები ხელისუფლებას და პირიქით საკუთარ საკითხად აქცია სხვადასხვა პრობლემა. აი მაგალითად საქართველოში რა მოხდა გასული არჩევნების დროს, რომ მშვიდობაზე ლაპარაკი სასაცილო დაიწყო ოპოზიციამ, რომ რა ის ომი, რა მშვიდობა, ეს ქართული ოცნების პროპაგანდა, არა და ხალხს როცა ხედავს ირგვლივ რომ სოფლიოში რომ ცეცხლიანთია იქ უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, ეშინია ამ ომის. ამ ომზე ელოდა პასუხებს ოპოზიციისგან, მაგრამ მიიღო იგნორი ამ თემებზე. ესეთი რამ არ მოხდა რა უკრაინაში, იმაში უნგრეთში პირიქით ოპოზიციურმა ლიდერმა მადიარმა დაიწყო საუბარი სწორედ უკრაინის საკითხზეც და თამამად არ ქონდა რაღაც რადიკალური პოზიცია უკრაინასთან მიმართებით, რომ რაღაც აი კაფეტიშებული და არც მტრული დამოკიდებულება არ ქონია რაციონალური. იგივე იყო ემიგრაციის თემა უნგრეთში, ხო, ანტისაემიგრაციო მთავრობა ყავდა უნგრეთს და ეს ოპოზიციაც მაინც და მაინც მიგრაციის მიმართ მეგობრულად განწყობილი არ არის. და მოკლედ ალბათ ესაა მთავარი, რაც უნდა ისწავლოს საქართველოს ოპოზიციამ უნგრეთიდან, რომ არ უნდა დავხუჭოთ თვალი იმ თემებზე, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიურად აღელვებთ და ეს თემები თაროზე არ უნდა შემოვდოთ და არ უნდა დაუთმოთ აქტუალური საკითხები ქართულ ოცნებას, თუნდაც ისეთი საკითხი, როგორიც არის მშვიდობა, თუნდაც ისეთი საკითხი, როგორიც არის ოჯახი, რომლის როგორი გაგება აქ ამ მთავრობას, რამდენიმე სატელევიზიო გამოსვლის დროს ნახეთ და როგორ აშინებენ ხალხს რაღაც მითებით, ხო, ანუ ეს პირდაპირი დიალოგი და პირდაპირი მსჯელობა მნიშვნელოვან საკითხებზე, აი ეს არის მთავარი რაც შეგვიძლია იქ
აქედან ვისწავლოთ. კი ბატონო, პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი ინტერპრეს ნიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ესტაბლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამარცხებელი არ არისო. ამ მოსაზრებას იზიარებთ თუ არა თქვენ ბატონ ლევან და რა რეალობა გვაქვს დღეს ჩვენ ამ მხრივ საქართველოში? მე არ ვიცოდი ბატონ დავითი პოლიტოლოგიც თუ გახდა ძალიან კარგია ვიცნობ მას როგორც ფიზიკოს როგორც საბავშვო მწერალს როგორც პარლამენტის ყოფილას გასაგებია ეს ისე რეპლიკად მაგრამ მართალია დავითი ეს ოპოზიციური სპექტრი ამ შემადგენლობით მისი დამარცხებელი ნამდვილად არ არის იმიტომ რომ აი ის პრობლემა აქვს რაზეც დღეს საუბრობდით ჩაკეტილები არიან მართლა თავის ნაჭუჭში და თქვათ უჭირთ იყვნენ ადამიანებთან ახლოს და ისაუბრონ იმაზე რაც ადამიანებს აწუხებთ. აი თქვენ რო დააკვირდეთ ოპოზიციის ლიდერებს მათი უმრავლესობაც არის მილიონერი თუ არა ძალიან მაღალ შემოსავლიანი პირი მსხვილი მესაკუთრე და ცხოვრობენ რაღაც ლუქს სიცოცხლით მათ თქვათ არ შეუძლიათ ისაუბრონ რაც ნიშნავს ის როდესაც დგახარ აფთიაქის რიგში და არ ყოფნის თანხა წავლის საკითხად მათ არ იციან რას ნიშნავს როდესაც სულ ექიმთან აღმოჩნდები რომელიღაცა საავადმყოფოში როდესაც ეს ექიმი მხოლოდ იმაზე ორიენტირებული რომ სახელმწიფოს როგორმე გამოგლიჯოს დაზღვევის თანხა და მისი ჯანმრთელობა არ აინტერესებს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა არ იციან რას ნიშნავს როცა შენი შვილი სწავლობს საჯარო სკოლაში და არა ელიტურ ლისის ტბაზე თუ კურს ტბაზე აშენებულ იმაში კერძო პანსიონატში. ხო, მათ არ იციან, თქვათ, რას ნიშნავს ადამიანისთვის ბენზინის ფასის მკვეთრი ცვლილება და როგორ შეიძლება მათ ამან დაარტყას. ისინი 100 წელი ვერ იგრძნობენ, როდესაც დენის გადასახადი 1 კილოვატსაათზე 5 თეთრით მოიმატეს. მათთვის 10 ლარით მეტი მოვა და 20 ლარით მეტი მოვა თუ ნაკლები მნიშვნელობა არ აქვს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ამას აქვს მნიშვნელობა. შესაბამისად, როცა არ მიეკუთვნები იმ საზოგადოებას, რომლის ხმის მოპოვებაც გსურს, ხო, აი ამ საზოგადოებასთან მისასვლელი გზების ძიებაც გიჭირს. და ესე არის დღეს ქართული ოპოზიცია. არსებობს ორი პარალელური საზოგადოება ჩვენ ქვეყანაში. ერთი პარალელური საზოგადოება არის მოსახლეობის 90%, რომელიც იმ დღეს წესრიგით ცხოვრობს, რომელიც დღეღან აღწერა და არის 10% პოლიტიკური კლასი, რომელიც დაობენ ერთმანეთთან ძალაუფლებაზე, მაგრამ ცხოვრების წესით, შემოსავლით, სად ერთობიან, შვილების ადახავს სასწავლებლად და ასე შემდეგ, ყველანაირად არიან ერთი ფენის და ერთი ჯგუფის ნაწილი. შესაბამისად, მოსახლეობას შეიძლება ერჩინოს შეჩვეული ჭირი, ვიდრე ეხლა რაღაც დაუბებარი ახალი ალიანსი მოიყვანოს, რომელიც თავის ძალებში დაცმულებული არ არის, თავისი სტრუქტურა გამოკვეთილი არ აქვს. ამიტომ ახალი ძალებიც ხდებიან ჩვენს ველზე და იმათ უფრო მეტი შანსი აქვს, რომ ცვლილებებში გადამწყვეტის თითქოს თქვან ისეთი ძალები, რომლებიც იმ 90%-დან მოდიან და არ არიან აი ამ ლუქსუს ნაწილის წევრი. და ვინ არიან ეს ახალი პარტიები, ვის გულისხმობთ თქვენ კონკრეტულად, რომ მათ შეძლონ საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა მოიპოვონ და აქვე მაინტერესებს თქვენი აზრი ბატონო ლევან, ნიშნავს თუ არა ის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების დიდი ნაწილი მადიარის ტიპის ლიდერის ძიებაშია და მთელი ამ ხნის განმავლობაში რასაც ჩვენ ვაკვირდებით ხო საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ამ ტიპის ლიდერის ასე ვთქვათ ძიებაშია ეს ნაწილი საზოგადოების. იცით ლევან ჩვენ ყოველთვის გვინდა ხოლმე რომ უცებ დაიბადოს ახალი ძალები და ახალი ჯგუფები და ისინი უცებ აღმოვაჩინოთ და დავინახოთ ხო და ესე არ ხდება პოლიტიკური ძალის ფორმირება, სერიოზული პოლიტიკური ძალის ფორმირება, სწორედ ხა თაკო ჩამბიასაც აქვს დარეგისტრირებული პარტია, ხო? აი, სერიოზული პოლიტიკური
ძალის ჩამოყალიბებას დრო ჭირდება და ეხლა ქვეყანაში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომ ოპოზიცია დაკოტრებულია, ხელისუფლება მოხიჭებული აქვს ხალხს, აი ეს გარემო ქმნის ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს, რომ ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ, თუნდაც საპროტესტო მოძრაობებიდან, თუნდაც სოციალური მოძრაობებიდან და ასე შემდეგ. ასე რომ დაველოდოთ და დავაკვირდეთ აი ამ პროცესს მემარცხენე თუ მემარჯვენე ფლანგზე. რაც შეეხება აი ეს მაგიარი რო ახსენეთ, მე იცით ძალიან მაღიზიანებს, რომ აი ეხლა ატაცებული აქვს თელს აი ამ ჩვენ პოლიტიკურ კლასს, რომ აი უნგრეთის მაგალითი პირდაპირ გადმოაქვთ ხოლმე აქ და ყველა გახდა უნგრეთის სპეციალისტი და ასე შემდეგ და ისეთი ლიდერი გჭირდება თუ ასეთი ლიდერი გჭირდება და ასე შემდეგ. და ამის საპასუხოდ იცით რისი თქმა მინდა, რომ გამოცდილება მივიღოთ იქიდან და დავაკვირდეთ და შევისწავლოთ, მაგრამ ზუსტად იგივე ფენომენი აქ ვერ განვითარდება, ხო? იქ მადიარის ტიპის ლიდერის წარმოშობას ჰქონდა თავისი სოციალური წინაპირობები, 16 წლიანი მმართველობა, იქ შიგნით რაღაც სკანდალები, ამ კაცის პიროვნული თვისებები, ევროკავშირში შექმნილი ვითარება და ასე შემდეგ. აი ზუსტად ისეთი პირობები აქ არ ჩანს ჯერ და ისეთი ლიდერი გჭირდება თუ სხვანაირი ლიდერი გჭირდება აი ამის ეს მკაფიოდ თქმა შეუძლებელია. მე თუ მკითხავთ ოპოზიციურ მოძრაობას ერთი ლიდერი კი არ ჭირდება, ლიდერები ჭირდება, ბევრი. ჭირდება არა მხოლოდ ლიდერები, არამედ ჭირდება ახალი ორგანიზაციები. აი რასაც ქვია ორგანიზაცია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ანუ გამართული სტრუქტურა, გამართულ მანქანად და სტრუქტურად ქცეული ორგანიზაციები ჭირდება იმას, რომ ამ ქვეყანაში ცვლილება მოხდეს. გამართული სტრუქტურა დღეს საქართველოში ქართული ოცნების გარდა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. ქართულ ოცნებას იმიტომ აქვს, რომ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ფული აქვს და უშიშროება მაგათ მხარეს არის და ყველაფერი უბედურება, ასე ვთქვათ, შეუძლიათ დაატრიალონ. მაგრამ აი დანარჩენებს რა რესურსებიც აქვს. იმის კვალობაზეც კი, აი ნორმალური გამართული სტრუქტურა არ აქვს, ხო, ვერ ჩამოაყალიბებს ეს სტრუქტურა. აი მაგალითად, პირობითად რო ვთქვათ, 2021 წელსაც ადგილობრივ არჩევნებზე ხო მოხდა კახარია ყველა საკრებულოში თითქმის. ეს უნდა თარგმნილიყო იმად, რომ კახარიას ყველა რეგიონში, ყველა რაიონში თუ არა, რაღაც 15 რაიონში მაინც გქონოდა თავისი სტრუქტურა და თავისი ხალხი, რეგიონალური პოლიტიკოსები და ლიდერები. ეს ვერ აწყდეს, ხო? ლევოსაც ხო ყავდა ეს ფრაქციები. რა შეჩათხილში აგერ ნახეთ, ხო? იმაზე აღარ ვამბობ ეს ნაციონალურ მოძრაობაზე და სხვებზე ერთი პერიოდი ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას მეტად გამართული მექანიზმი, მაგრამ ეხლა ისიც ეროზიას განიცდის. ასე რომ ლიდერი კი არა, გამართული სტრუქტურა და ორგანიზაცია ჭირდებათ ოპოზიციურ ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი სატელევიზიო შოუებში, ბრიფინგებზე ალიანსების შექმნა, არ შექმნის საკითხებით არიან დაკავშირებული და ეს ყველაზე მძიმე პოლიტიკური რუტინული სამუშაო, პოლიტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაო რჩებათ ყურადღების კი ბატონო, აი ლიდერთან დაკავშირებით სხვაგვარად დავსვამ კითხვას ბატონო ლევან, პრაქტიკულად მიპასუხეთ, მაგრამ ნახეთ საზოგადოება თავად რას ითხოვს, მას სჭირდება კონკრეტული ლიდერი, რომელსაც გაყვება ბოლომდე, თუ როგორც თქვენ ამბობთ, არა მარტო ლიდერი, არამედ სჭირდება ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია და ლიდერები. ანუ საზოგადოების განწყობებს როგორ ხედავთ თქვენ? თქვენი აზრი საინტერესოა და თქვენ კი ამბობთ, რომ არა მარტო ლიდერი, არამედ ორგანიზაციაც უნდა იყოს, ხო? შექმნილი შესაბამისი სტრუქტურით, ხო? მაგრამ თავად საზოგადოების დაკვეთა არის და თავად საზოგადოებას მხოლოდ ერთი ძლიერი ლიდერი სურს, რომელსაც გაყვება ბოლომდე, თუ ეს ნიშნებიც არის, რაზედაც თქვენ ამბობთ, რომ არა მარტო ლიდერზე არის საუბარი? საზოგადოებას რაც სურს, ის შეიძლება ამ ეტაპზე შეუძლებელი იყოს. საზოგადოებას შეიძლება უნდა რომ ყავდეს დავით აღმაშენებელი. რატო არ ენდობება?
გადასარევი სურვილია. და ყალყზე შემდგარი ცხენით შემოვიდეს თბილისში და გააერთიანოს საქართველო. რატო რა ეს ცუდი სურვილია? ეს სურვილი ერთია, მაგრამ შესაძლებლობა მეორე. დღეს მთელ მსოფლიოში არის ლიდერების კრიზისი. რატო? ბევრი მიზეზის გამო, რომ სახელმწიფოები დასუსტდნენ, ეს გლობალური, ასე იგი ტრანსნაციონალური კორპორაციები გაძლიერდნენ და ასე შემდეგ. ბევრი მიზეზი აქვს ამას, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ასევე არის ეს უკიდურესი საჯაროობა, ხო? ყოველდღე რო გვენახა ჩვენ ფრანკლინ დელიანო რუზველტი როგორი მისი რა ქვია ტკივილით ჯდებოდა ეთელში, მაშინ შეიძლება მისია ეს ქარიზმა საზოგადოებაში არ გავრცელებულიყო და ამერიკას მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების სულისკვეთება არ ქონოდა. მაგრამ მაშინ არ არსებობდა არც სოციალური ქსელები, არც ეს მუდმივი პირდაპირი ეთერები და ადამიანება ძალიან გვიან გაიგეს, რომ ფრანკლინ დელიანო რუზველტს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. ანუ დღეს ჩვენ ყველას პირდაპირ ეთერში ვყავთ, ყველა ვისი ნათესავია ის ვიცით, ყველას პატარა ნაკლებსაც ვამჩნევთ და მით უმეტეს ჩვენ საზოგადოებაში ახლა ბოღმა, კრიტიკა, ალახის შეცვლა ყოველდღიურობის ნაწილია. შესაბამისად ამ საზოგადოებაში რომც არსებობდეს უმკუციკლო ლიდერი, მეორე დღეს მას თავს ვაფს დაასხამენ და ალაფისგან გათავისუფლება ამ იმაში რა ქვია კომუნიკაციების და ციფრულ ეპოქაში ძალიან ძნელია, წარსულთან შედარებით ძალიან ძნელია. ასე რომ ცოტა ხანი მოსახლეობა უნდა შეეგუოს იმას, რომ დავით აღმაშენებელი, რუზველტი და დეგოლი ამ საზოგადოებაში არ დაიბადება და არ გამოჩნდება, იმიტომ კი არა ესეთი თვისებები ვინმეს შეიძლება არ ჰქონდეს, ხო? შეიძლება ვიღაცას აქვს, მაგრამ აი მისი განვითარებისთვის ნიადაგი აი ამ გაუბედურებულ დახლეჩილ და აი კონფლიქტების სავსე საზოგადოებაში ჯერჯერობით არ არსებობს. ასე რომ ლიდერებს შეიძლება ვეძებოთ, იყვნენ ვიღაცები, მაგრამ მათზე ფსონის დადება. რომ აი ეს ლიდერი დაამოწრავებს და ოპოზიციას და როგორც მადიარმა გაამარჯვებინა, ისე გაამარჯვებინებს აქ მთელს ჩვენს ასე თქვა დემოკრატიულ ძალებს, აი ამაზე ფსონის დადება ალბათ ან გულუფრხილობა, ან სიბრიტყვა. კი ბატონო, და ბოლო ჩემი შეკითხვა იქნება, აუცილებლად უნდა დავსვა ეს კითხვა, ვინაიდან მაინტერესებს თქვენი აზრი. ეს ეხება ცოტნე ივანიშვილის განცხადებას, მე მაინც შევახსენებ რადიო მსმენელს ამ განცხადებას და შემდეგ დაგისვამ კითხვას, ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო, ჩემი აზრით ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი იმ ფაქტს, რომ რა თქმა უნდა, გმობ ძალადობას და ჩემი აზრით ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო. პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებთან, რომელსაც ვესაუბრებით, გვაერთიანებდეს საერთო ღირებულება, რომელსაც სამშობლოს რეალური სიყვარული ქვია. გააკეთა ეს განცხადება. შეგვიფასეთ და რა გზავნილი იყო თქვენთვის ეს განცხადებები? მე ამ განცხადებაში ორ ამოცანას ვხედავ და ორ განზრახვას ვხედავ. პირველი განზრახვა არის ის, რომ ამ საზოგადოებაში მართლა აღარავინ აღარ დარჩა გამაერთიანებელი, აღარც ერთი სტრუქტურა აღარ დარჩა, რომელიც საზოგადოების დაპირისპირებულ ფენებს დიალოგისკენ მოუწოდებს და ასე შემდეგ და რატომღაც აი ამ გამაერთიანებლის და დიალოგის სამხარისხებლის ფუნქციის შესრულების პრეტენზია გაუჩნდა ივანიშვილების ოჯახს, რატომღაც წარმოუდგენელია ეს სურვილი მათგან და მე არ ამგონია, რომ ამ ფუნქციის შესრულების რესურსი ათემცოდნე ივანიშვილს ან დედამისს ან მამამისს ან ვინმეს კიდე მაგოჯახიდან ჰქონდეს, ეს ერთი ფუნქცია და მეორე ალბათ საქმე გვაქვს იმასთან, რომ ნებისმიერ ავტორიტარულ რეჟიმს ჭირდება ხილვადობა, ხო? ჩვენ ვხედავთ ლუკაშენკოს, რომელიც 2 საათი დგას კამერის წინ და შეშაშ ჩეხავს, მიდის და იოგურტს გასინჯავს ხოლმე და შენიშვნას აძლევს იოგურტის კვების მრეწველებს, რომ ამას შაქარი აკლია. ანუ არის საჭირო ეს დიქტატორი გამოჩნდეს. ბატონ ივანიშვილს ვიცით, რომ ძალიან ბევრი შიში აქვს, კომპლექსი აქვს, ეზარება პლუს ამას,
ღირს სადაც ართulis ქართულ საზოგადოებას რომ დაენახოს და ამიტომ ჭირდება მოსაყდრე და აი ამ მოსაყდრის ფუნქციის შესრულებას ცდილობს ბატონი ცოტნე ივანიშვილი მაგრამ რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი ძალიან ცინიკური იყო ბატონი ივანიშვილ ჯუნიორის ეს ნაბიჯი იმიტომ რომ მან დიალოგისკენ მოწოდება გააკეთა იმ გარემოდან სადაც ისხდნენ აი ქალებს რო თმებით ათრევენ ციხლებს რო წვირფრიში ურტყავენ მოწინააღმდეგეს გაყინულ ბოთლებს რო ესვრიან თავში მიტინგზე შეკრებილ ხალხს და აი როცა ავადობენ ადამიანებზე აი იმ გარემოში ესე იგი მოუწოდა ადამიანებს იმისკენ რა ქვია მშვიდობისკენ ეს ნიშნავს ეს დაახლოებით იმას გავს რომ ხელებდასისხლიანებულმა ადამიანმა თქვას რომ მოდი ახლა აღარ დავხოცოთ ერთმანეთი და შევრიგდეთ და თან ზურგს უკან სისხლიანი დანა კონდეს მომარჯვებული ხო ან რაღაცა იმან ხასაბი გველაპარაკებოდეს ცხოველთა უფლებების დაცვას აი ესეთი სურათი იქნებოდა ასე რომ ბაღები ცოტნეს კულტურელობაში და სულიერი სამყაროს მრავალფეროვნებაში შემატეჭვი პირდაპირ. მადლობა ბატონო ლევან, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. მადლობა.